კალა, როგორ ფიქრობ, 1992 წელს Hetfield-ის Stone Cold Crazy ორიგინალს არ ჯობდა? სხვადასხვა მაგაზე ფიქრობდი თვითფრინავში. ძალიან ბევრი ვიფიქრე. და უპასუხობს ვახტანგ ბაციკაძე. არა. იცი რაზე აბაზარი ვარ? აზე არ ვარ. ან რამე გაიგე რამე სიტყვა? 92 წელი გავიგე. არა, ისიც გავიგე, ჯობდაო. ნო, და დანჩენი ვერ გაიგე. დანჩენი ვერ გავიგე. Hetfield-ი არ ვიცი. არ იცი, ვინ არის? Stone Cold Crazy? ორიგინალს რო გაიგე. აი მაგ სიტყვებში ისე დავიკარგე, რომ შუაში რა იყო, ეგეც არ მახსოვს. Hetfield-ი არის James Hetfield-ი, Metallica-ს სოლისტი. მაგაზია. არა, დატომ გაიგო და შენ ვერ გაიგე, ხო კალა? Crazy არის Queen-ის სიმღერა. რომელი სიმღერაა? Stone Cold Crazy. არ ვიცი. ერთ-ერთი პირველი hard rock-ია ალბათ მართლა? მუსიკის ისტორიაში ვაფშე Queen-ს აქვს დაწერილი, ხო 74 წლისა. და იმაში არის Sheer Heart Attack-ში ალბომში. და 92-ში მერკურის რომ მოკვდა კონცერტი რო იყო ზამაგის საპატივსაცემო კონცერტი რო იყო მერკურის სადმი მიძღვნილი. და სხვა ვარსკვლავები რო გამოდიოდნენ და Queen-ის სიმღერას მომღეროდნენ, Hetfield-ი გამოვიდა და ეგ იმღერა. Queen-ის ეგ სიმღერა იმღერა Hetfield-მა რა. და კაი იყო ძალიან. საკაიფოა, მე даже Metallica-მ დაუკრა ეგ და ალბომში შეიტანეს თავისაში. ძალიან საინტერესოა, ნახავ დიდი სიამოვნებით მართლა. Queen სიმღერა არის მართლა? არ მახსოვს. მე hard rock-ია. პატარა 2 წუთიანი სიმღერაა თუ რა. მაგრამ მე hard rock. ნახავ აუცილებლად. даже hard rock-ია thrash metal-ია, იმენა thrash metal-ია. და მე Metallica-მ გამოუშვა ალბომი, სადაც შეიყვანეს ქავერები, სხვა სიმღერების რა. და ეგეც არის. მაგალითად Whiskey in the Jar, რომელიც დუბლინელების სიმღერაა, მე თინლიზი მიმღერა. ვაფშე ირლანდიური ნაციონალური სიმღერაა, მე დუბლინელებმა იმღერეს, მე თინლიზი მიმღერა და Metallica-ს ვერსია, აი Whiskey in the Jar ყველაზე მეტად Metallica-ს მევასება და Stone Cold Crazy მაინც Queen-ის და Mercury-ის ვერსია ბევრად ისტორდება, იმიტომ რომ Metallica-ისთვის ძალიან ადეკვატური სიმღერაა ეგა და Queen-ისგან ეგ სიმღერა, ეგეთი აქვს შესაძლოა Pink Floyd-ს Nile Song. არის ეგეთი სიმღერა 68-69 წელს აქვს ალბომში, Medal-ში აქვს თქონი და არის იმენა ისაა რა, ძიმე როკია შეჩემა, რომ 60-იანების ბოლოს არ არსებობს ეგ ჟანრი იმ დროს რა. ნუ აი არ არსებობს როგორ Metallica იყო Black Sabbath-ი და Led Zeppelin-ი იწყებენ მაგ პერიოდში, მაგრამ აი ესე გაკაჩულები არ არიან და ეხლა ზედმეტები რომ მოგდის თუ ატყობ. ხო და Pink Floyd-ს აქვს. ანუ Pink Floyd-ს აქვს, სხვა რამს გეუბნებოდ, მოგასმენინებდი მაქსიმალასაც ხო რა, ბარემ რომ მორჩევთ გადაცემას, იმიტომ რომ ვერ დაიჯერ, ვერ წარმოვიდგინო რომ Pink Floyd-ის შეიძლება იყოს ეგ სიმღერა რომ მოусმენ. თან Gilmore-ი არა და Waters-ი სოლისტი. ვიღაცა ტიპი იყო მაქსიმალაზე არ მახსოვს არ თქვა, სხვა ტიპი ყავდა სოლისტი და კონკრეტულად მაქსიმალ. დიდი მადლობა. Nile Song-ი თუ ვინმეს გინდათ Pink Floyd-ის Nile Song-ი მოისმინეთ და ვინმე ვისაც გაუგია Pink Floyd-ი იყო This Dark Side-ი თქვა Wall-ი და ეგეთი ალბომები, იმას რომ მოასმენინებთ ვერაზოს ვერ გიპასუხებთ რომ თუ არ იცის რომ ეს ბენდი არის Pink Floyd. თუ ეგეთ თამაში გიყვართ, აი მუსიკას ჩართავდა კითხავ, აი ეს რა არის? უეჭველი მე იცი რა მიყვართ Lucas